ლიგა. სალი უკვე დაელაპარაკა. ეხლა შენს თუ დაელაპარაკები? მე ხო უფრო ადვილად მაპატიებს ახლა და შემერიგდება. დათო. ადექი დროზე. რა გინდა ლელა? ბანკში უნდა წავიდეთ. ლელა აუცილებლად უნდა წახვიდე. ჩემო ნანა. ჩემ სიცოცხლეში ექიმთან არ ყოფილა. რა გასაკვირია ახნისკაც რაღაცა რომ წამომდგირდეს. უი, რა უნდა მეთქვა? ქეთი, შენი მეგობარი რომ არის ბაია. როგორ არის ეს გოგო? რა ვიცი, კარგად. რა ხდება? არა, არაფერი, მე მგონი პრობლემა აქვს ბევრი. არა, სალის არა რა. აი მე და შენ რო წავიდეთ წინააღმდეგი თქვი? არა, არ ვარ წინააღმდეგი. ძალიან კარგი. კარგი, მაშინ საღამოს დაგირეკავ და გამოგვიდი, ხო? კაი. ეს გოგო ნინის კურსელი არის? ასე არ ვარ. შენ რა იცი? სადღაც დანახი ყავს ერთად. მიდი და კითხე რა. მიდი. რას აკეთებ დედა? აზომბებზე მოდიან დღეს. მერე? რა მე ხონდა დავახვედრო. არა, ყავას გაუკეთებდე და ტყვილეულს გამოუტანდა. რა საჭირო ახლა მხელ ამბავი? ადამიანო სერიოზულ ამბავზე მოდიან და რამე წესიერად ხონდა დავხვდეთ. ოხდედა რა. არ უნდა მაგას ოხ. მერის ღვინოც მაქვს 3 ლიტრიაში, იმასაც გამოვიტან. მოდი ერთი შენით გამისინჯე. რამე ხوارაკლია. კაია. მარილი? კაი. კაი, მე და ლიზიკოს გავიყვან და მოვალ. კაი, მიდი. წამოიზა. ეს რა არის? შენი ველოსიპედი. საიდან? რუსუდან მაგიყიდა, ხო მაგარია? ნანა, ძალიან მაგარია. ოკიო, ნახე. აგიოსა? ძალიან ზუსტად ესეთი მინდა და. საიდან იცოდა რომ ესეთი მინდა და? ნეტა საიდან. შენ ვთხარი ხო? აბა ვინ ეწყოთ? ძალიან დიდი მადლობა. წავდა დავურეკავ. ვალში ხარ ჩემთან. აბა გორი გადის გორი. ანანი გურგუშელა ერთერადი საფეთკები. აბა კეთილი მოგე. აუ წავედით რა გახდა რა. ხანამ არ გაიგზება მე წავედი. აუ ძმობას გაფს ხომ მართლა მალე წამოვართ. სადა გიმართო ბიჭო, ამდენჯერ გითხარ, შეუვალ წრეს დავარტყავთ, ნინის ვნახავ, ორ ღერს მოვწევთ რა, 2 წუთი და წამოვალთ. სიმამზად გაისაუბრებელ ცოტას მეზაბ. ბიჭო, ყვავილები არ უნდა დაგვეცრია შეჩემე. ისე ყვავილი. აბა, ვიჭველი. ვინა კითხნა მოსული. აუ ბიჭო, რა ხდება? გავედი? ვეღირსა.
იცი როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? არა მიშავს მეც. რა ხდება თქვენსკენ? ის ბავშვი როგორ არის, ნიკა? დასტაბილურდა სხვათა შორის. 2 დღე რაც გავწერეთ. ძალიან კარგია. ხო. სხვა? ის ჩემ უცხოურ კოლეგებზე რო იყებოდი, ხო გახსოვს? ხო, ჩამოყვანა ხო, რაღაც ტრენინგების ამბობ, მე მგონი გამოდის. აი ძალიან გადაღლილი ვარ, მოკლედ მაგალებში ვარ ჩართული. რაზე იქნება ტრენინგები? იცი რა, ვცდილობთ რომ ყველა თემა მოიცვას, იმიტომ რომ ინტერესია ძალიან დიდი უკვე და ნახოთ. პროფესიონალები ჩვენთანაც არიან, მაგრამ ხო იცი. კეთი ბოდიში მე უნდა გავიდე ცოტა მეჩქარება და ხო, მეც. კარგი. შევხვდებით, ხო? მე თუ მოვახერხეთ ერთი ყავა დავლიოთ, ხო? კარგი დროებით. ჩვენ დავიწყეთ და ჩვენვე ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ თქვენთვის თურქული სერიალების ჩვენებას. მალე გამარჯობა. გამარჯობათ ქალბატონო. მოგწანდით. რა თქვენ იცით? თქვენ მიხედეთ საქმეს და პატივისცემა ჩემზე იყოს. დიახ. ეს რა არის? ასაზომი ლაზერი ქალბატონო. ამით უნდა აზომოთ მთელი სახლი? მე მოგცემთ ჩემსას. ეს ზუსტი ხელსაწყოა ქალბატონო, მე ამით მუშაობ. აი გენაცვალე. არა ქალბატონო, მაგას ვიღა იყენებს. თუ არ შეწუხდებით, მაცადეთ რა მუშაობა. ამ ოთახიდან დავიწყოთ, ხო? წამოგძანდით, სხვა ოთახებსაც გიჩვენებთ. არა, იყოს აქედან დავიწყოთ. გამარჯობა. ხო, რუსულად ხარ? თავად? რა, ძელებული. ია, მოდი რა ფჩხილებს მოხედავ. რა ხდება მიყავ ახალი? ყველაფერი ძველებურა, ჩვენ უნდა გითხო რა ამებია ქალაქში. მოკლედ ამან იმას უღალა და იმან ახალი სიმღერა ჩაწერა, ამ რეჟისორმა ის მსახიობი დაიწუნა, მოკლედ არ მოიწენ რა. გუშინ წავიკითხე ინტერვიუ იმ ტიპის, რაც კონკურსი რომ მოიგონა, ძალიან გავიმიყოფილ, არ მეგონა. კაი, რა გონია, 80% ეგეთია. აუ, რუსუდან შენთან მქონდა რაღაცა საქმე. მოკლედ ახალი რუბრიკა დაგვემატა ბიზნესვუმენებზე და ძალიან მინდა რომ ჩაგწერო, არ გინდა? მე, ჩემთან? ხო, საინტერესო იქნება დამწყებ ბიზნესვუმენებს რჩევებს მისცემ შენი ბიზნესი როგორ ვითარდება მაგაზე ილაპარაკებ. აი, მე არასოდეს მიფიქრია ინტერვიუზე და მე რა უნდა გითხრა საინტერესო თან. ო, კაი რა რუსუდან რა. მე ვისთანაც ინტერვიუს წერ, ყველასი მაგათი IQ რო შეკრიბო, შენი მაინც მეტი იქნება დამიჯერე რა. და მილაპარაკებ შენზე, მეუღლეზე, შვილებთან ურთიერთობაზე. სალონსაც გააპიარებ რა გინდა. რუსუდან მგონი არ ღირს უარის თქმა. თან კითხვებსაც წინასწარ შეგითანხმებ, მოგიტან ყველაფერს კითხვებს დაწერილს, გავივლით ყველაფერს ამას, მე ჩაწერილ ინტერვიუსაც მოგიტან და რაც არ მოგეწონება, იმას ამოვიღებთ რა. რა ვიცი ხა მაგ, მე მაგის ნერვები. აი მოიფიქრე რა რუსუდან, რა ძალიან კარგი იქნება, პირადად მე ვიზრუნებ ამაზე. ნომერს გიტოვებ და დამირეკე. მოგძანდით რა რამე გასინჯეთ. ერთი ჭიქა დალიეთ, დაგლოცეთ, ცოტა დაისვენეთ. არა ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა, მეჩქარება. მე ნუგერიდებათ რა რამე მაინც გასინჯეთ. არ არის ქალბატონო საჭირო, მართლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს. კიდევ 5 ობიექტზე ვარ მისასვლელი. აბა რა გამოვიდან, ჩაი ან ყავა? არ არის ქალბატონო საჭირო, უღრმესი მადლობა რა. კარგად განდეული. ახვამდის. ნახვამდის. პარკშია რა მისალთან რა ვაჭამთ? არა, მართლა, პარკშია. აი. აჰა, მოკლედ ეს არის რა. აი ეს არის ახალი ფორმატის სილაბუსის. ეხლა ეს ხო რთული ჩანს, მაგრამ ის ძალიან ადვილია. ძალიან კარგი, მალე დავწერთ, ხო? კი, ძალიან მარტივია. ნახე, აი უყურე. ესე იგი, აქ არის ლექციების განაწილება, აქ არის ლიტერატურა,
და აქ ქულების რაოდენობა. ამ სასწავლო კურსის ესე იგი სასწავლო კურსის მიზნები და სასწავლო კურსის სტატუსი ესეც აუცილებლად მისათითებელი. მისმენ? როგორ არა კი? სასწავლო კურსის სტატუსი, ესეც მისათითებელია. მერე? კი. მერე არაფერი უნდა ავდგეთ და გავაკეთოთ. ხო. შენ რომ არ ყავდებ? არ ვიცი რა გეშველებოდა. აგერ. ხო მიხდი. ბიჭო, ეს არის გამარჯვების ქუჩა შეჩემა და აბულაძე რომელია? ვეღარ გავიგე საწავლე. მე რა ვიცი. ბიჭო, მობას გაფიცებ, მიდი რა იმ კაცს გითხრა. ო, რა გეტყვის. გამარჯობა. კაცრავთ, აბულაძის ქუჩა ხომ არის სადღე? ჯიგარ. აგერა წმინდა წყლის ქუჩა რო არის, ხო იცი? არა. აბა რა იცი, კაცო. ტექნიკუმის ბინები რო არის. მან რო ჩაუხვა, მანდვია რა. აქ ამ ბავშვს. კი, ამ ქუჩას. მადლობა. ამორა. და ვერ წამოვალ, ხო იცი არა? დიახ. კი მე ვარ. ანუ გადაწყვეტილია? მე ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად დაგიკავშირდებით. კარგით, დროებით. ვინ იყო და? არავინდე. აბა ეს ხარებული რატო ხარ? შენ რა საფრანგეთში მიდიხარ? როგორ ხარ საყვარელო? კარგად საყვარელო შენ? კარგად. თმის დავარცხნა მინდა რა. რუსუდან რა ხდება ახალი და მნიშვნელოვანი? რა ვიცი, არაფერი. როგორ არაფერი? გვენცე რომ არის ხაცი ჟურნალისტი, ჩვენთან რომ დადეს ხოლმე სალონში. რუსუდანისგან უნდა ინტერვიუს აღება, რუსუდანს კიდე არ უნდა. რა მაგარია, რასთან დაკავშირებით? ბიზნეს ვუმენებზე აქვს რაღაც ახალი რუბრიკა. ძალიან მაგარია, რატო არ გინდა მერე? რაში მჭირდა? პოპულარული ჟურნალი 1000 მკითხველი ყავს. იცი რამდენი ხალხი მოვა მერე შენთან? დამიჯერე რა, პოპულარობა ცუდი კი არა. რაღაც ასე მგონია რომ ტყუილო უნდა ავიტკიო თავი. გასვლაში ახლა ეს. ის რომ დაიწყება 1000 ლაპარაკი, გამოაბავენ მილიონ გულს. მე კარგი რა, რუსუდან არ კიდია, მე რომ ესმინა რეებს ჭორაობდნენ, ჩემზე ასე შორს კი არ წავიდოდი. არ უნდა მაგას ფიქრი. შენ თუ არ გინდა პოპულარობა, შენ სალონს ჭირდება. აი რამაზე მეტ ფულს რომ მიშოვი შენი სალონი, მე რა ნახავ. დამაფიქრე ხო იცი? არ უნდა მაგას ფიქრი. კეთ, როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად, კეთ, მისმინე, მოკლედ მე დააკოს გვინდა ხვალ მონასტერში ასვლა. რა ხდება? მოკლედ, წმინდა იმას წყაროზე მინდა ჩასვლა, სუშილოებს კურნავენ ამბობენ. წამომყევი რა. ხო. რომელზე აპირებთ? იცი რა, აკოსცალია 3-ის მერე და შენ შეძლებ მაგ დროს? კარგი, კი, წამოვალ. აუ რა კაი გოგო. კაი, შემეხმიანი ხო? კაი, ხო, შეგეხმიანი. კაი. ამდენი სურათის გადაღება რა საჭიროა მაინც ვერ მივხვდი. საბუთებში რომ ჩაიდოს, რომელი ვინა იტვირთება იპოთეკით, როგორ მდგომარეობაშია და ასე შემდეგ. თქვენი საქმის თქვენი ცით.
პრინციპში ჩვენ უკვე მორჩით. მართლა მაშინ მობძანდით მიირთით რამე? არა, ნუ წუხდებით. რა შეწუხებაა, მიირთით დავძანდით. არა, იცით, ბანკიდან დამირეკეს რაღაც სასწრაფო საქმეაო და უნდა გავიდე. ალბათ ყველა ვიწვალე ამდენი. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო, მაგრამ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მსგავსი რაღაცეები გვეგრძალება. კარგი, ერთი შენი ჭირიმე, ვინ რას გაიგებს. ოდიშით, მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთ. კარგი, მადლობა გენაცვალე. რა ჭირთ ამ ხალხს? არ გელოდი ესე ადრე. ოფისში შუქი გაითიშა, ხვალამდე არ იქნებაო და წამოვედი. ეგეთები კიდე ხდება? კი ხდება, რაღაც ავარიაა. წავედი სამზარეულოში. ой, რა კარგად გამოიყურებე? მოგწონს. ძალიან გიხდება. ხო, სალონში შევიჭერი კი არა და დავივარცხნე. ყავს ხუდალებ? კი, დავლებ. მართლა ძალიან გიხდება. ხო, მეც მომწონს. სალონის მერე შოპინგზე გავიარე, რაღაცები ვიყიდე და მეც ახლა მოვედი პრინციპში. ისე დეპრესიიდან გამოსასვლელად კარგი მეთოდი გიპოვია. სიგარეტი გითხრას ხუმრობა მეგონა ეს თმის გაკეთებები და შოპინგები, მაგრამ რაღაცნაირად შველის ხო იცი შენ. პრინციპში დეპრესიის დროს სულ ჭამას ნამდვილად ჯობია. ესე იგი შენ შოპინგი არჩიე. რა ვიცი, პრინციპში ორივე. გუშინ შუაღამისას ისე მომინდა, არ დამეზარა ავდექ და გამოვარცხე. მე გამახსენდა რომ კახას საყვარელი დამცხოვრე და ამეშალა ნერვები. კარგი, გაგეხვეწები. და რაც კახას მოსწონს, ყველაფერზე უარი რა თქვა და რჩები ისე. გადაიღე რა, გემრიელია ძალიან. კახა არ გამორჩენილა იმის მერე? არა, იმის მერე არ გამორჩენილა. რას აპირებ? საერთოდ არ ფიქრობ შერიგებაზე. კარგი, ახლა ის მითხარი სალიმ რა გითხრა? აი ესე პირდაპირ გამოაცხადა. ან შერიგდით, ან წავალ სახლიდან. მართლა? რატომ? აი, წინდა უკან ყვარული შენ და კახასთანო. მე შენ ვიღაცას გაიცნო და მე იმას სახლში ხომ მოიყვანო, წარმოგიდგენია. მე იმ ადამიანს ხასიათით ხო არ შევეწყობიო და თუ ვერ შევეწყობი, მაინც მარტო განასვლა მომიწევს და შენ მაინც უნდა ინერვიულო. რა გოგო? წარმოგიდგენია. იმის მაგივრად რომ ამ სიტუაციაზე ინერვიულოს და ჩვენზე ინერვიულოს დაუგეგმავს თავისი 10 წლის ცხოვრება. რა გინდა, წინდა ხედული შვილი ყავს. უნდა იამაყო. მე რა გადაწყვიტე? არ ვიცი, მართლა გითხრა. ცოტა დრო მჭირდება. ხო, აბერა. ესე ერთ-ორ დღეში რო შეურიგდე, მე შეიძლება უარესები გააკეთოს. და მეც ხომ აქვს ჩემი წელი ამოყარეობა. მართ არ ხარ. მართლა ძალიან გემრიელია. კარგი გემოვნება ახას. სიმართლე გითხრა, მიჭირს მარტო ყოფნა. წლების განმავლობაში შეჩეული რო ხარ, რომ სამსახურის მერე მოვა უნდა დახვდე. დილით უნდა გააცილო. შენი სახე მე მგონი შეურიგდა. ალბათ. მეც ისე მგონია. დღეს და ხვალ თუ არა, ალბათ შეურიგდები. როგორც ამბობენ. თუ რა ყველაფრის მკურნალია. დროს და შველიც. სალომეს რო არ ელაპარაკა ჩემთან. სიმართლე გითხრა, არ ვიცი რას ვიზამდი. ამ ყველაფრის მერე ასეთი ნაბიჯის გადატმა ძალიან ძნელია. არა, იმას არ გეუბნები, არ შეურიგდე მეთქი. უბრალოდ კარგად უნდა გათვალო, როგორ აეწყობა თქვენი ურთიერთობა ამის შემდეგ. ხო იცი, ნდობა როგორი რაღაც არის. ერთხელ თუ დაკარგავ ადამიანის მიმართ, მერე ტყუილია, რაც არ უნდა გააკეთოს. ისეთი გემრიელია, მე მგონი მეორე ნაჭერს აჩევდა. გადაიღე.
მოკლედ შეფასების სისტემა. აჰა. დასრება 10 ქულა. შუალედური გამოცდა 15-15. ფინალური გამოცდა 30 ქულა. თუ გინდა ხვალ გავაგრძელოთ. არა, დავამთავროთ პარემ დღეს. კარგი, როგორც იტყვი. ბოდიში. უკაცრავად 1 წუთი. ხო. მუშაობ. სილაბუსს ვწერ და ცოტა ხანში მორჩები და მოვალ. კარგი, გავიგე, მოვდივარ. რევა მაპატია, მაგრამ უნდა გავიქცე. შვიდობა რა? კი, უბრალოდ ჩემებმა დავრეკეს რაღაც მიხმარება ჭირდებათ და წავედი ხო? კაი, მაგრამ რა უყოთ ამას? ხვალ დავამთავროთ. თუ შენ პრობლემა გაქვს, არ არის. არა, მე არა მაქვს პრობლემა, უბრალოდ შეგვეძლო რომ პარემ დღეს დავამთავრებია. დღეს არ შემიძლია. კაი, როგორც გეჩვენია. კარგი, მაპატია ხო? კაი, რას მებუდიშები? კარგი, გავიქცე. კაი, ნახავდეს. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოხვედით. რატო შეწუხდით? აი, არ შეწუხდი მას. რატო არ პასუხობდი და? რავი. ამორა სადმე ვილაპარაკეთ რა. დამაკითხე. ოღონდ რატო არ გამოგებინე რაც მოხდა? აკო არ მინდოდა რომ ჩამოსულიყო. რატო? მოგატყუე. არ მithქვამს ჩემებისთვის որ სულად რო ვარ. მაპატია რა. ვერ შევძელი. ბოდიში. მოწი. ჰა? მოწი. რატო უნდა მოწი? ბიჭო, წესია იგი. რა წესი? არის იცი? არა? გულში როგორ არის, იცი კარჩი, რომ გამოხო. პანაშვილი მოიჭველი უნდა მოწი. ხალხი იწევა ვერ ხინდა. უგა. ბიჭო, დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით. თქო ბოლომდე დარჩეთ და პატივიცეთ ოჯახს. მადლობა. მე და ტელეფონი მათხოვ ერთი დარბაზში გადავრეკო. ოდესღაც ხომ მაინც გაიგებენ რომ ორსულად ხარ და აი გაზრიმით ხარი თორე ხო? აი ბიჭო რა თქვი? მოვედით. სადი შენ გამოიცვალა. დე, სად ხარ? ჯანდაბაში. თქვენ სად ხართ ამდენ ხანს? სად ვიქნები? რა სუფრა გაგიშლია? ეკასთან ვეყავით. სუფრა თორე ჭამა ვინმე მრამე რა. რას გეუნებოდი აბა მე? ესეთი უცხირპირო ხალხის ნახველი არ ვარ. მოვიდნენ ფაცაფუცით აზომეს, თან რითი. რაღაცა წითელს ანათებდა კედლებზე. წამოშე რა გეგონა ხარო სახაზავით გაზომავდნენ? ბანკიდან იყვნენ? ბრძანდებოდა რაღაცა სურათები გადაიღო და წაბრძანდა. კაი, ხან უბუზღუნებ, ჩვენ შევჭამთ ყველაფერს. ხო, მაგრამ რისთვის ვიწვალე ამდენი? დე.
რაღაც უნდა გითხრა. მოკლედ ეკას იმ დღეს შეხვდა ვიღაც თავის ნაცნობი. ხო და ვაკანსიაზე უთხრა რაღაცა. ეკამ არ მინდაო და მე მივედი რა ეკას მაგევრად. და იმ ქალბატონმა რატო უთხრა უარი? მე დედა, კაი, რას გიყვები და შენ კიდე იმ ქალბატონმა. კაი, ხო, მერე. მე გავიარე გასაუბრება და ამიყვანეს. რას მეუბნები? ხო, სამსახურს ეწყებ. სამსახური კაია, მაგრამ რიზიკოს ვინ მიხედავს, ვინ წაიყვანს, ვინ აჭმევს? ეხლა ეგ გახადა პრობლემა. დილით მე წავიყვან და მე ან დათო, ან ეგ ამოიყვანს. შენ ხო სახლში ხარ არა? და იქს რა უნდა გააკეთო? ოფის მენეჯერის პოზიცია. ანუ? დივანი დედა. რა ვიცი, კაია, შენი ფული გექნება. სანამ შენი ქმარი რამე ბიზნესს აწყობს, თუ აწყო საერთოდ. დედა, ნუ ითარსები ახლა. რას ვითარსები? ამ ხელას სახლსდებ, უნდა აწყოს, აბა რა უნდა ქნას? არ გიხარია შენ მუშაობას რა ვეწყებ მე მგონი. მიხარია. იმან რაო? არ მithქვამს ჯერ და შენ არაფერი არ უთხრა ძალიან გთხოვ. უნდა უთხრეთ. კაი. Алло. რავი, არაფერს, დიასთან მივდივარ, შენ? მაგარი დაგავახვეწე. ბიჭო, ხო რა. ხო რა, ვახომ გადაცვალა იგივე ნაერში. საკაიფოა რა ესეც. მაგრამ აიცადე რა ერთი წამით რა. ბიჭო, მე მგონი ვიღაც ამეხოსდა. ბიჭო, აზზე არა ვარ. კაი, დავაი. დიდი ხანი მელოდები? არა, მეც ახლა მოვედი. დაბადე ხო? გინდა რამე? არაფერი და. მითხარი აბა, რა უნდა თქვა? რას იმარაგეთ? ყველაფერს. თქვენს ურთიერთობაზე. შერიგებაზე ხო უთხარი? კი. მე? მერე? ფიქრობს. ფიქრობს საპასუხო. ან უნდა შერიგება, ან არ უნდა შერიგება. შემგონია ასე ადვილია იმ კაცთან შერიგება, ვინც გიღალატა? აი ესე დაივიწყოს ყველაფერი და შეგირიგდეს? დააცადე. გადაულის წყენა და გადაწყვეტს. რამდენი ხანი უნდა დავაცადო? ოდემდე. მეც ესე იგი, გადაჭრით არ შეურიგდებიო, აღარ უთავს, ხო? არა, პირიქით. ცოტა დაწყნარდება და მოიფიქრებს. და შენ როგორ ფიქრობ? უფრო არა თუ უფრო კი? უფრო კი. ძალიან. ესე იგი, დრო სჭირდება, უნდა დავედოთ ასაკები. სხვა არაფერი არ თქვავს? რა გინდა რომ ეთქვა? რა ვიცი, როგორ არის ასაკეთებს? დადის შოპინგზე, სალონში. კარგადაა. სხვადასხვა სალისთან ლაპარაკის მერე ფიქრობს შერიგებაზე. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ანუ, ესე იგი, შერიგებაზე ფიქრობს და დრო ჭირდება. ასე იგი, წავედი მე. მიდიხარ უკვე? ხო, წავა. გაიგე, რაც გინდოდა და ეგ არის, ხო? ძალიან დავიხალე ლიკუნა. მინდა დავისვენ. ხო და დარჩი აქ. და საერთოდ სანამ შერიგდებით, გადმოდი ჩემთან. დაიწყე ხა თავიდან. არა. დავიწყებ თავიდან.
ცოლთან შერიგება მინდა. შეგიძლია მეუბნები ჩემთან იცხოვრებო, კარგია რა. დავდე. აი შენ ერკაც არასოდეს შეურიგდებოდი. ნიკოლა, ნუ გავიწყდე, მაგრამ შენი გაფრთხილებულია ეს ახლა. და ნათიასთან ურთიერთობას თუ ვერ დავალაგებ, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება. კახა ნუ მაშინ. არ გაშინე. დიდი მადლობა. სკეტავენ ხოლმე. არა და რამდენი რა კაი რაღაცის მოფიქრება შეიძლება, იცი კიდე? ჯერ მოიხოდოს ეს თემა და ნელ-ნელა ავეწყობით რა. ტაქსი პარკის კაი თემაა რა. ხადა, ტაქსი პარკი კი არა, 200-400-მა, იცი რა ფული იშოვა შეჩი. სად არის ანტო? ბიჭო, შეხა მაგას ყურს შევაწვევინე და მე ჩავუსვით ვიგო. კაი, ბიჭო, რატო ვაწუხებ იმ ხალხს, რა გინდა? მიდი, შედი. შევარჯობა გალბატონლეება. შეიძლება. მაკა სად არის კვერცხი შეგვიწვას რა საქმეზე უნდა ვიბაზროთ რა. კეთისთან არის გასული. კეთის რა. და დავინახე რომ დარბაზში იყო უამრავი გიორგის ბებიასხნის ხალხი. რელა, მიშა. ზურიკოს დაბადების დღეა დღეს? არა. რატო არის დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის გაუგებარი რა გადაცვალების? არა. აი ზედო. გამომჩა ვარამე? ახი რა. ვა, ეს რა გვინოა? რელა, ეს ვისი გვინოა? მერის. აბა არ არის. ბახა მომიჭიქა. ეს რა მაგარი გვინოა რა? რა ეტყობა ფერზე. რელა. ეხლა ის მაინც გითხარი რა, ვისი სადღერძელო უნდა დავიდოთ, რა უნდა ვქო? ამზომველების. იყვნენ? რა მე რა თქვის? რა უნდა ეთქვა, აზომეს და წავიდნენ. ძალიან კარგი. აბა. თქვი ბახა. ამზომველებს გავუმარჯო? ამზომველების დედას მოვთყან ბახატო, ლეილას გავუმარჯოს. ნახე რა სიდედრი მოს რა. ლეილა, შენ გაგიმარჯოს, ჩემო კარგო. ჯანმრთელობას გისურვებ, ბედნიერებას გისურვებ და რავი, სულ კარგად იყავი, სულ ესეთი სუფრები გეშალოს მთელი ცხოვრება. ლეილა, აი ხა ნახავ რა ამის მე რა, ამ ბიზნესს ავაწყო. შენზე მაგარი სიძე დედამიწის ზოგზე არ არის არებული. გაგიმარჯოს ჩემო. დავაი, ლეილას გავუმარჯოს. გავუმარჯოს. მართლა გაგიმარჯვეთ ქალბატონლეილა და ღვთისმშობლობას და ჯანმრთელობას გისურვებთ. თქვენს ოჯახის წევრებთან ერთად, თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად და აი ეს ქართული მანდილი რაც გაგაჩნიათ და როგორც უყვარხარ თქვენი ოჯახის წევრებს, აი სულ ასე ყოფილიყავით და სულ გეტარებინათ ეს მანდილი მთელი თქვენი ცხოვრება. დალოცული ყოფილიყავით უფლისგან ქალბატონლეილა და რავი, ჯანმრთელად ყავდეთ ყველანი გვერდში და დიდხანს. ცოცხლად იხარეთ და იბედნიერეთ. ლეილა გაგიმარჯოს. დაინახა ბაყაყი ხალის მაგივრა. მიდი, გადაიღე რა რა. ატლეტი გაიჩნდა შეჩენაში. მომაწოდე რა ერთი რა. მიდი, ჯერ შენ გადაიღე, მიდი რა. აი. ვა, რა გჭირ შენ ბიჭო გადაიღე. გიორგი გასროთ ვერ მიცამი ვერა აზე ხარ ბიჭო ამომწერა იცი მართლა არ ვარ სულად გატყუებდიო აუქნათ ეხა შეჩემო იცი წავიდე
აუ გამოცდა მაქვს ხოლმე და გეხვეწები ტრასაზე გადავიდეთ, იქნებ გავუყვეთ რამეს რა. როჩერა. კაიფე ტიპებმა რის გამოგცემეს რა. აი რის გამო? ვაკოს შვილის გამო, რომელიც არ ყავს. კაირა. რასი. აი მე გუნდკივა. ეხლა მომაწევინე სიგარეტი, მაშინ რომ აძლევდი. აი ეხლა შენ გააჩვირა. ამო ჰა გადავიდეთ. წამო. აუგიო დამშვიდდი რა გთხოვ. აუ გაიდეა რა დამშვიდდე რა შენ თვითონ პროსტა ხვდები რა მოხდა? მე რატომ ეჩხუბები? შენ არ გეჩხუბდები, შენ არ გეჩხუბდები. პროსტა რო დავინახე და აკო ხუდი რომ მოიხსნა ეგრევე ვიცანი რა. იმენა მთელი ბავშვობა გამახსენდა ვაფშე. კაი, ნუ ნერვი. და ამდენი ხნის მერე მოდის და აი ესე შემთხვევით მნახულობს ტიპი რა. კაი, დამშვიდდი გთხოვ რა, ნახე როგორ გიკანკალებს ხელები. ამდენი ხანი დაკარგული იყო და იმენა ეხლა მოდის და მხვდებათო. აქამდე ვაფშე სად იყო? ფეხებზე დაიკიდა, მთელი ჩემი ოჯახით. მეც ფეხებზე დამიკიდა და ეხლა გაღიმებული მხვდება ქუჩაში, ვითომ არაფერი მოხდა. მაგის დედას შევეცი მე. კაი, გიო, ნუ იგინები რა, ბოლოს მამა შენია. მამა ჩემი კი არა, ახვარია. გიო. უნდა ჩავიდე და ვნახო რა. კაი, სად უნდა ჩახვიდე ახლა? მაინტერესებს ისე ვიქ არის თუ არა. კაი, გიო. წავიდა ის ჩემისა. ვიცი, შეტყობა არ უჩერებენ. ხა სად უნდა ნახოს შეჩემა თბილისში წამსვლელი დაგს. რა გვიქნეს მაო? ვაბაჩემ და რისთვის ბიჭო, რისთვის? აუ დაუბრიდავდი ძმაო ნინის ჩემი ხელით აი. ვაფშე, რატომ მოგატო? რა ვიცი, და კარგავდიო ისე. მართლა შეჭ. მართლა ნახე მესიჯი შეებს წერს. ამას მაგრა ყვარები ხარ შეჭ. მეტყობა რომ მაგრა უყვარ. ბიჭო, ხო, მაგრამ რა უქნა შეჭ. ისეო, კარჩე ვიცოდიო რომ დაგშორებას აპირებდიო და მაგიტომ მოგატყუეო. მაგრა ტეხავს, მაგრამ ამეთ ეხა მართლა ორსულად რო ყოფილიყო, უფრო არ გაგიწყდებოდა. და მაგის მე წესი არ დამძინებია. აკაცინო. რატი როგორ წუბავდა ბიჭო. გასავალ. აი სადამოიკითხა ეგრე წუბი. ის მაინტერესებს. აი სწავლა. აურეკი რა სადა. არა დამიზდა შეჭი. მე ანგარიძე არ მაგანდაო. და ვაშე, კარგად ხარ, ვერ ხარ შენ?
რა ვარ თქვი? რავი ნაკერები არ გასჭირდება უბრალოდ. გუშინდელი ის გმირე. როგორი ლამაზები ხართ ბიჭებო. კახა როგორ ხარ? კარგად მამიკო, შენ როგორ ხარ? დედა როგორ არის? კარგად. გცალია დღეს? კი მამა. და რა ხდება? ხო კარგად ხარ? კი, უბრალოდ მოლაპარაკე მინდა შენთან საღამოსკენ. რა პრობლემაა? აი მე რუსუდა რა ინტერვიუ, რა ყვითელი პრესა, ხო იცი მე ვერიდები მაგათ არა? მეც უნდა ვიყო. აი მე ლიჩნად, მაგრამ კიდია. დიახ, გისმენთ? რა ხდება? სალაპარაკო მაქვს რაღაც. რაზე? მამა ჩემს. რამ გახსენე ახლა?